და ბატონ ლევან გებუაძეს ვთხოვე სტუმრობა შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროს ბატონ ლევან მოგესალმებით, მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მობრძანებისათვის, დავბრძანდით თუ შეიძლება და რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბროთ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა განსაკუთრებულად შემოსავლების სამსახურის მუდმივად ბიზნესზე ორიენტირებულობაზე, ამ კუთხით ბიზნესის საჭიროებების მორგებაზე, გათვალისწინებაზე ბიზნესის ინტერესების და ამ კუთხით რა თქმა უნდა საგადასახადო ანგარიშ ფაქტურების დადასტურების ახალი წესის შესახებ რომ ვისაუბროთ, რა იყო განმაპირობებელი წესის შემოღების, იყო თუ არა გარკვეული ტიპის ხარვეზი ამ კუთხით, რამაც ცვლილება გადაგაწყვეტინათ და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მეთოდური მითითებების განსაკუთრებით რითი ვიხელმძღვანელობთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა და დიდი მადლობა მოწვევისთვის და დავიწყებ იმით, რომ ეს იყო გადასახადის გადამხდელების მხრიდან დაყენებული საკითხი, პრობლემური საკითხი. როდესაც მოგეხსენებათ დამატებული ღირებულების ეგრეთ წოდებული დღგ-ის გადასახადის გადამხდელები გამოწერენ ანგარიშ ფაქტურას, მეორე მხრიდან მიმღების მხრიდან საჭიროებს დროულ დადასტურებას. ეს პროცესი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ერთმანეთში გადამხდელებს ეწელებოდათ დროში, რაც აფერხებდა 15 რიცხვისათვის მოგეხსენებათ ყოველთვიური დეკლარების ვა და დეკლარების პერიოდს, პროცესს. ამიტომ ჩვენ 2025 წლის 1 იანვრიდან მათი ამ გამოძახილიდან გამომდინარე შევქმნით ეგრეთ წოდებული pop-up ნებაყოფლობითი შეტყობინება. რას ნიშნავს? შეტყობინება აძლევს ინფორმაციას გადასახადის გადამხდელს, რომ მას აქვს მიღებული ანგარიშ ფაქტურები, რომლებიც საჭიროებს დადასტურებას. ვინაიდან ეს იყო ნებაყოფლობითი, ესე ვთქვათ, გადასახადის გადამხდელები ეცნობოდნენ ამას და რეაგირება არ მოყოლია ამას დიდად, ვინაიდან მოვედით 26 წლამდე და დაისვა საკითხი, რომ გავხადოთ ეს ამ შეტყობინებაზე რეაგირება სავალდებულო. აქ უკვე ჩვენ შემოგვაქვს სავალდებულო კომპონენტი და გვინდა რომ 3 თვეში 2026 წლის 1 ოქტომბრიდან მიღებულ ანგარიშ ფაქტურებზე დადასტურება გავხადოთ სავალდებულო. ძირითადი აი მიზანი რომ განმარტოთ ინიციატივის მაინც ამ შემთხვევაში რა შედეგზე გავალთ, ასე ვთქვათ, აი ამ მიზანზე გამონტება. ძირითადი მიზანი იყო რომ გაგვემარტებებინა გადასახადის განმხდელებისათვის დადასტურების შედეგად დეკლარების პროცესი. ვინაიდან ფერხდებოდა დროში ანგარიშ ფაქტურების მიღებული ფაქტურების დადასტურება, შესაბამისად დეკლარების პროცესი ფერხდებოდა. განმხდელებს უწევდათ დაზუსტებული დეკლარაციების წარმოდგენა ძველ საანგარიშო პერიოდზე, ან უწევდათ მიმდინარე პერიოდში დადასტურების შემთხვევაში ამ ანგარიშ ფაქტურების მიბა მიმდინარე საანგარიშო პერიოდზე, ხოლო დეკლარირება შესაბამის საანგარიშო პერიოდზე განეხორციელებინა, რაც იწევდა დამატებით დროს, რესურს შრომას და ასე შემდეგ. მიზანი დაიბადა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გაგვემარტებებინა ეს პროცესი დადასტურების, ეს პროცესი რას ნიშნავს დადასტურება, მოგეხსენებათ, ანგარიშ ფაქტურები იწერება ელექტრონულად და მეორე მიმღების მხრიდან საჭიროებს ხელმოწერას, ანუ დადასტურებას. ეს არის ძალიან მარტივი პროცესი, არ არის არავითარ სირთულესთან დაკავშირებული, მარტივად ან ოპერაცია უნდა დაადასტუროთ, თუ ეს განხორციელდა რეალურად და თუ შესყიდული არის ეს საქონელი თუ მომსახურება კონტრაგენტისგან, ვისგანაც მიღებული ანგარიშ ფაქტურა, ან თუ ეს ოპერაცია არ არის განხორციელებული, მარტივად უნდა უარყო. კი ბატონო, მართლაც და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ აღნიშნეთ, რომ თვითონ გადასახადის გადამხდელებისგან წამოვიდა ეს ინიციატივა, რომ მართლაც აი ამ პერიოდის განმავლობაში მათ სურდათ უფრო მარტივად შეესრულოთ ოპერაციების შესრულება, ალბათ ყველას უნდა უბრალოდ აი ამ შემთხვევაში რამდენად შევძლებთ ამ ყველაფრის გამარტივებას. გარკვეულად თქვით ხო, ვადის ამოქმედების ნაწილია კიდევ ერთხელ რომ გამიმეოროთ ეს ნაწილი და ასევე რა ვადის შემდგომ შეიძლება რომ შეეზღუდოთ ამ შემთხვევაში სერვისებით სარგებლობა, იგივე ამ შემთხვევაში ქვემომხმარებელს რეგისტრირებულ მომხმარებლებს. თლიანად რა ვადები აქვთ კომპანიებს. საკუთარ შემთხვევაში ვადებზე მორგება მაინც გვიჭირს ხოლმე. ცვლილება გვინდა, მაგრამ ვადებში მაინც რა თქმა უნდა, გეთანხმებით, ამიტომ ჩვენ ავიღეთ დიდი პერიოდი საამისოდ, როგორც გითხარით 2025 წლიდან ეს არის ნებაყოფლობითი. ეს ამ შეტყობინებებზე რეაგირება, ხოლო უკვე 26 წლის 1 ოქტომბრიდან ჩვენ გავხდით მასზე რეაგირება სავალდებულოს. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველა სერვისზე წდომას შეუზღუდავთ გადასახადის განმხდელს, ვისაც აქვს მიღებული ფაქტურა, რომელზეც დადასტურება არის განსახორციელებელი, ამ პირიქით ოპერაცია არის უარყოფით უნდა უარყოს. ჩვენ 1 ოქტომბრიდან ყველა სერვისს შეუზღუდავთ, მათ წდომა ექნებათ მხოლოდ ანგარიშ ფაქტურებზე, ან უნდა დაადასტურონ, ან უნდა უარყონ. როგორც კი ან დაადასტურებენ, ან ამ ოპერაციას უარყოფენ, მათ წდომა ეხსნებათ უკვე ყველა სერვისზე საგადასახადო საბაჟო მიმართულების. რა თქმა უნდა, იქნება დეკლარირება, გადახდა, განცხადებების, სხვადასხვა სერვისების მოთხოვნა. ყველაფერზე აღუდგებათ. ეხლა შეზღუდვა რას ნიშნავს? შეზღუდვა ნიშნავს, რომ მომხმარებელი იქნებათ თუ ქვემომხმარებელი ჩვენი პორტალის, რომლიდანაც ღებულობენ ამ სერვისებს, ყველას შეეზღუდება წდომა ამ სერვისებთან
გარდა როგორც გითხარით, მხოლოდ ანგარიშ ფაქტურების დადასტურების ნაწილისა. კი ბატონო, აი ამ შემთხვევაში კიდევ ერთ ნაწილობრივ თქვით, მაგრამ კიდევ ერთ შემთხვევაზე რომ წავიდეთ, ასე ვთქვათ, როგორ უნდა გაიგოს მომხმარებელმა ავტორიზებულ ვერგოზე რეგისტრირებულმა პირმა, რომ აი მაგალითად დასადასტურებელი აქვს იგივე საგადასახადო დოკუმენტი, ანუ აი წინასწარ შეტყობინების ფორმაზეც ნაწილობრივ თქვით, მაგრამ აი უბრალოდ აი ახლა რას მივიღებთ, ანუ კონკრეტულად თუ აი 1 ოქტომბრიდან მივიღებთ იმას, რომ კი ბატონო, აი მომდევნო თვის 5 რიცხვისათვის მათ ექნებათ ინფორმაცია ყოველთვე განხორციელებულ ოპერაციებზე 5 რიცხვამდე ან უნდა დაადასტურონ, ან პირიქით უნდა უარყონ ეს ოპერაცია. თუ ამას არ განახორციელებენ, ჩვენ 5 რიცხვიდან შეუზღუდავთ წვდომა სერვისებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ 15 რიცხვამდე შეექმნება დეკლარების პრობლემა. ამიტომ გავხდით ამ კუთხით იძულებულს მანდ, რომ ეს ოპერაციები დაუდასტურონ თავიანთ კონტრაგენტებს, რომ ორმხრივად მოხდეს ოპერაციების დადასტურება და დეკლარირება შესაბამისად. ყოველი თვის 5 რიცხვისათვის სანამ შეეზღუდებათ წვდომა სერვისებზე, მათ გამოუვათ საინფორმაციო pop-up შეტყობინება, რომელიც მათ აწვდეს ინფორმაციას, რომ გადამხდელს აქვს მიღებული ფაქტურები, რომელიც საჭიროებს რეაგირებას, როგორც ვთქვით, რეაგირება არის ორი სახის. დავადასტუროთ, ან უარყოთ ეს ოპერაცია. ამის შემდგომ უკვე ყოველ თვე 5 რიცხვში დეკლარირებამდე 10 დღით ადრე, იმისათვის რომ კიდე გქონდეთ დრო რომ მოახდინონ ეს ოპერაცია, ამ ოპერაციების იდენტიფიცირება და დადასტურება, ჩვენ კიდევ ერთხელ შეტყობინებების სახით ვაწვდით ამ ინფორმაციას, რომ 5-დან იქნება შეზღუდვა და 5-დან 10-მდე უკვე 15-მდე უბრალოდ აქტუა და იმისათვის რომ მოახდინონ მათზე რეაგირება და უკვე წარმოადგენენ დეკლარაციების შეუფერხებლად, რაც ერთ მხარეს და მეორეს მისცემს ნაკლებად დაზუსტებებს, დაზუსტებები კიდე იცით რომ არის დაკავშირებული დამატებით კითხვებთან და მონიტორინგთან საგადასახადო ორგანოს მხრიდან. კი ბატონო, აი სხვა შორის ძალიან მარტივია წესები ამ კუთხით, აი ძალიან მცირე ყურადღების მიქცევა საჭირო ბუნებრივია და მათ შორის შეტყობინებების ნახვა აუცილებელი, რომ ხშირად შეტყობინებების არ ნახვის პრობლემაც გვაქვს ხოლმე ამ კუთხით. თქვენ უკვე აღნიშნეთ და ამას გაუსვით ხაზი, რომ იყო ინიციატივა გადასახადის გადამხდელების, აი ამ კუთხით იგივე და ზოგადადაც რა თქმა უნდა, მაგრამ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი ტიპის ინიციატივებს აი რაღაც დისკუსია მიმდინარეობს, ანუ როგორ გაქვთ ხოლმე პროცესი აი გადასახადის გადამხდებასთან კომუნიკაციის. ნებისმიერ სიახლეს სჭირდება სწორი კომუნიკაცია და იდენტიფიცირება პრობლემის. პრობლემა იდენტიფიცირებული იქნა და ინიცირებული იქნა პირველ რიგში გადასახადის განამხდელების მხრიდან, რომ მათ ჰქონდათ ერთმანეთში პრობლემა ანგარიშ ფაქტურების დადასტურების და მომართეს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს თხოვნით, რომ რაიმე გაგვეხორციელებინა იმისათვის, რომ წავსულიყავით შემოქმედებითი ნაბიჯებით, ამ პროცესში აქტიურად ჩართულიყავით და გაგვეწია დახმარება განამხდელებისათვის. აქედან გამომდინარე, არაერთი შეხვედრიდან იქნა ეს პროცესი იდენტიფიცირებული, პრობლემა იდენტიფიცირებული, ჩვენს მიერ 25 წლის 1 იანვრიდან ეს არის ნებაყოფლობითი პროცესი, თუმცა რეალობას ვხედავთ, რომ შედეგი დიდწილად არ გამოიღო და ამიტომ გადავდივართ უკვე სავალდებულო კომპონენტზე, შემოგვაქვს იძულებითი კომპონენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ 1 ოქტომბრიდან შეუზღუდავთ წვდომას, სანამ კვლავ არ დაადასტურებენ. ძალიან მარტივია, როგორც კი დაადასტურებენ მიღებულ ოპერაციებს, ყველა სერვისზე წვდომა აღუდგებათ, როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო მიმართულებით. ძალიან მარტივია მართლაც ამის შესრულებით ნაწილი. თქვენ აღნიშნეთ ასევე უპირატესობები, ხო რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ეს არ არის სადამსჯელო ნაწილი, ეს არის გაუმჯობესება პროცესების და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ხა არავის არ უყვარს, ანუ რა კუთხით ვამბობ, რომ დამატებით დროს მოითხოვს იგივე საგადასახადო შემოწმების ნაწილი. საგადასახადო შემოწმების რისკს ამცირებს თუ არა ეს პროცესი ამ კუთხით. დროული დადასტურება, დროული დეკლარირება და არა ხშირი დაზუსტება, რა თქმა უნდა, ამცირებს რისკებს და ყოველივე ეს უზრუნველყოფს როგორც გამომწერი მხარის, ისევე მიმღები მხარის დროულ სრულ დეკლარირებას დადგენილ ვადებში, მოგესწრება და ეგ ეს ვადები გვაქვს მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. ყოველივე ეს ემსახურება იმას, რომ დროულად მოახდინონ ერთმანეთში ოპერაციების იდენტიფიცირება და დადასტურება. კი ბატონო, ეს არის ძირითადი ნაწილი, შეიძლება ასე ვთქვას, დაჭირდება თუ არა რაიმე სპეციალური გადამზადება ამ კუთხით, ასე ვთქვათ, კომპანიებს თუ აი კიდევ ერთხელ რომ აუღწეროთ თავიდან ბოლომდე შეუჯამოთ პროცესი და ამ კუთხით ისევე როგორც კითხვები რომ მქონდეთ, ალბათ შემოსავლების სამსახური მზად არის ამ კითხვებში უპასუხო. რა თქმა უნდა, არავითარი გადამზადება არავის არ დასჭირდება. არაფერი სპეციალური ცოდნა ამას არ ჭირდება, ამას ჭირდება ყურადღება და დროული რეაგირება. მივიღეთ მიიღო ორგანიზაციამ დასადასტურებელი ანგარიშ ფაქტურა, უნდა შეამოწმოს, რომ ნამდვილად შეისყიდა თუ არა ის საქონელი თუ მომსახურება ამ პირისაგან, ვინც გამოუწერ ანგარიშ ფაქტურა და შესაბამისად ეს ფაქტი დაადასტუროს ძალიან მარტივად, ტექნიკურადაც არაფერ დამატებით სწავლას და სიახლეს არ წარმოადგენს. რასაც ახორციელებდნენ აქამდე, ის უნდა განახორციელონ, უბრალოდ ეხლა ჩვენ ვაძლევთ იძულებით კომპონენტს ამ ნაწილს, რომ ვაიძულებთ არა ის, რომ ერთი თვის, ორი თვის ან ერთი წლის მერე დაადასტურონ, არამედ 15 რიცხვამდე დეკლარირების პერიოდამდე მოახდინონ ამის დადასტურება, რაც კიდევ ერთხელ აღვნიშნებთ, რომ გაუმარტივებს
დეკლარირებას, სრულყოფილ დეკლარირებას და გამოიწვევს ნაკლებ დაზუსტებებს განამხტელებში, როგორც მიმღებს, ასევე გამომწერ მხარესთან. კი ბატონო, ნაკლებ დროს დავხარჯავთ გარკვეულ ტიპის პროცესებში, ავიცილებთ ასე ვთქვათ, გარკვეულწილად უსიამოვნებს, რომელიც დროის კარგვას უკავშირდება ამ თვალსაზრისით და მართლაც ეს ძალიან მარტივი იძულება და კიდევ ერთხელ დაუყოვნებლივ აღდგება, წვდომა როგორც კი დადასტურება იქნება ამ შემთხვევაში უმარტივესი. კი, უმარტივეს პროცესზე უბრალოდ მოითხოვს ყურადღებას კომპანიების მხრიდან პროცესები იქნება უფრო მეტად ეფექტური. კიდევ ერთხელ როგორც ყოველთვის შემოსავლების სამსახური ამ კუთხით ძალიან ორიენტირებულია მომხმარებლებზე, ბიზნეს კომპანიებზე ამ თვალსაზრისით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონო, ძალიან კარგი, სწორი, დროული ინიციატივისთვის და მე დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლებისთვის, უპირატესად ბიზნეს კომპანიებისთვის ესაკითხი იქნება, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით საყურადღებო და ალბათ შეძლებენ მოკლედ საინფორმაციო კამპანიის თვალსაზრისით ჩვენ მზად ვართ რომ ამ კუთხით უბრალოდ ოქტომბრის პერიოდში. მადლობა ბატონო. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე business insider.gr. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.